შენი რეგიონული ტელევიზია. დღეს 19 საათსა და 30 წუთზე ტელეკომპანია გურჯაანის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნახავთ. კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული არის თელავის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი. 18 წლამდე ბავშვთა 200 ლარიან ერთჯერად სოციალურ დახმარებას მშობლები ეტაპობრივად იღებენ. რაში და როგორ მოიხმარენ ამ თანხას გურჯაანელები? დღეს ერთი ბავშვი ავიღე 200 ლარიანი დახმარება, ძირითადად შევიძინე საკანცელარიო ნივთები, ჩასაცმელები არა მიღია, ეხლა ვიყავი ზუსტად მაგ საკითხზე სოციალურ-უზრუნველყოფაში. 600 ლარი ავიღე სამ ბავშვზე. იყო შეღავათი, დაგვეხმარა თავის ოთახის მოწყობაში. ამით ადამიანი არ დაკმაყოფილდება თუ სამუშაო არ აგაკ. არჩევნებიდან არჩევნებამდე გაცემული დაპირებები სოფელი კახეთში წყლის, გზის და ბუნებრივი აირის გარეშე. რომელი საუკუნეა და ესეთ ელემენტარულ რაღაცებზე ხალხი რო ილაპარაკესო არ არის და ისა საუკუნის გაჩერება არის აბა რა. ყვარელში 4-მა საფერავის ჯიშის ყურძნის მოპარვას ცადა მათ 1-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. რთველი ნელ-ნელა სრულდება გურჯაანის მუნიციპალიტეტში. როგორ აფასებს რთველ 2020 შტაბის ხელმძღვანელი ლევან მეხუძლა. რა მოლოდინი უნდა ქონდეთ იმევე ნახეებს, რომლებმაც ყურძენი ქარხნებს არ ჩააბარეს და დაწურეს. აღმას თავად მისგან შევიტყობთ. საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. COVID-19 თელავის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმს დაუდასტურდა. მას ვირუსი გეგმიური შემოწმების დროს დაუდგინდა. იგი უსიმპტომო პაციენტია. მის მეუღლეს და კონტაქტში მყოფ პირებს COVID-19-ზე ნიმუშები აუღეს. აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებული ქალი და მისი მეუღლე 2 სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობენ. რაც შეეხება რეგიონში კორონავირუსის მეორე შემთხვევას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში არ აკეთებენ განცხადებას თუ რომელ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა იგი და ვისი კლასტერია. 18 წლამდე ბავშვთა 200 ლარიან ერთჯერად სოციალურ დახმარებას მშობლები ეტაპობრივად იღებენ. მათ მობილურ ტელეფონზე მისდით შეტყობინება თანხის ჩარიცხვის შესახებ. მისი განაღდება კი ბანკში ბანკომატიდან შეუძლიათ. ჩვენ დავინტერესდით გურჯაანში მიიღეს თუ არა 200 ლარიანი დახმარება და რა შეღავათი იყო ეს მათთვის. დღეს ერთი ბავშვი ავიღე 200 ლარიანი დახმარება, ძირითადად შევიძინე საკანცელარიო ნივთები, ჩასაცმელები არა. 600 ლარი ავიღე სამ ბავშვზე. იყო შეღავათი, დაგვეხმარა თავის ოთახის მოწყობაში. გამოვიყენეთ მაგაში. გაურემოდეთ ოთახი. კი, შეღავათი იყო დიდი, იმიტომ რომ ბავშვი მყავს ოპერაციებელი გულისა და წამლებში მიიღო. არა მიღია, ეხლა ვიყავი ზუსტად მაგ საკითხზე სოციალურ-უზრუნველყოფაში. რაღაც დოკუმენტებში იყო შეცდომა და მაგას ვასწორები. სულ არაობას კარგია ბავშვებს წაადგებათ. სასკოლით მოვემზადეთ რა. საკმარისი იყო. ამით ადამიანი არ დაკმაყოფილდება თუ სამუშაო არ აგაკ ან რაღაცა. არა გვიღია. ეხლა მაგ საქმეზე მივდივართ. ისა საბუთები შეგვეშალა, ვერ გავიგეთ როგორ იყო ინტერნეტში და შეგვეშალა და ეხლა მაგ საქმეზე დავდივართ რომ ავიღოთ. მე მყავს 3 ბავშვი, ავიღე 600 ლარი და თუ რამე სჭირდებოდა ყველაფერი ვიყიდე. იყო ეს თქვენთვის შეღავათი? კი, ძალიან დიდი. იმიტომ რომ ბევრი რამე არ ჰქონდათ, ყოველთვის ვაცმევდი. წინა წლისებს ვინახავდი მომავალი წლისთვის. ვუკერავდი თუ რამე არ იყო და ეხლა ყველაფერი ვუყიდე 2-2 ხელი, 3-3 ხელი ჩანთებით და ყველაფერი რაც მჭირდებოდა. ავიღე 400 ლარი, 2 ბავშვი მყავს და დიდი მადლობა, ძალიან შეღავათი იყო ჩემთვის. ავიღე 200 ლარიანი ბავშვებისთვის დახმარება, გამოვიყენეს ბავშვებმა თვითონ საკუთრად საკანცელარიო ნივთებისთვის და სკოლის ანუ სხვადასხვა ნივთებისთვის. იყო ძალიან დიდი. სოფელი კახეთში წყლის, გზის და ბუნებრივი აირის გარეშე. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოსახლეობას ყოველი არჩევნების წინ პირდებიან გზის დაგებას და ჭაბურღილის მოწყობას, თუმცა სოფელს ამ დრომდე სასმელი წყალი არ აქვს და ისინი დაზიანებულ გზაზე გადაადგილდებიან. მათი გასაჭირით გიორგი ბაღანაშვილი დაინტერესდა. რომელი საუკუნეა და ესეთ ელემენტარულ რაღაცებზე ხალხი რო ილაპარაკესო არ არის და ისა საუკუნის გაჩერება არის აბა რა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ბევრი პრობლემა აწუხებთ. არ აქვთ სასმელი წყალი, გზა და ბუნებრივი აირი. რესპონდენტების თქმით, აქ წლიდან წლამდე უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. არაშენდელები პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, შემდეგ კი ისევ ავიწყდებათ. სოფელი რაიონული ცენტრიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გაუსაძლის პირობებში აქ დაახლოებით 70 ოჯახი ცხოვრობს. წლიდან წლამდე კი მათი რიცხვი მცირდება. წყალია ისეთი, რომ ჭიები და ხავსი და ის მოძდეს. ბასეინი ამოსაწვით ლაფით სავსე და არავინ არ იმაშურა. მიხვალთ, ამოვალთ, მოგხედავთ ისე იმაშურებიან. არჩევნებამდე რაღაც ვითომ რაღაცას დაიწყებენ არჩევნების წინ რა. არჩევნები რო ჩაილის, ვაფშე არავის არ ახსოვს ეს სოფელი და არც იცის რომ არაშენდა არსებობს თუ არა. არჩევნებამდე ყველაფერს აკპირდებიან და არჩევნები რო ჩაივლის, მერე უკვე დაავიწყდება. არაშენდა თუ აშენდა, ეგ არავინ არ იცის. და იქ ტელევიზორში კარგად ლაპარაკობენ, რომ აყვავებული გვაქვს ყველაფერიო. თავარია წყალი. აგე წყალს. მოდის საათობით, როცა მთაში ვცხოვრობთ და შეიძლება გაკეთება არის იქ ბევრი ისენი რეზერვუარები კი არა, გამოდის წყლები რომ გააკეთო. წამოვა დილად გამოუშვებენ 1-2 საათი თუ იქნება და всё. წყალი არ არის. გზა არ არის. პირობები მაღაზი არ აქვს, პურზე დავდივართ სადღაც აი სოფლებში. არაშენდელებს გუშინდელი დღესავით ახსოვთ წინა საარჩევნოდაც რომ ითხოვდნენ გზის, წყლისა და გაზის პრობლემის მოგვარებას და დაპირებაც მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. სოფელში ამდრომდი არ არის ბუნებრივი აირი, რის გამოც მოსახლეობას საკვების კეთება თხევადი აირით დატვირთულ რეზერვუარებსა და შეშის ღუმელზე უწევთ, რაც ტყის გაჩეხვა განადგურებასაც იწვევს. გაზი უნდა ყოფილიყო აპრილში. დადგა სალომეს დროს დაიწყეს ეგ. დადგა დაავიწყდა გაზი. ეხლა კიდე ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, მაგრამ ვიღაცამ რაღაცა ხო უნდა გააკეთოს. გაზი დაიწყეს, ტრუბები ჩაყარეს, არც ის გაზი არჩევნების თუ გაუშვებენო, არც გაზი არ არის. თუ ეხლა არ გაკეთდა არჩევნებამდე, არჩევნები ჩაილის всё. წავა. გაზი წავა და ის გზაც წავა. შესრულება ამთავრეთო დაპირება ბევრი გვირდება, მაგრამ შესრულებით არავინ ასრულებს. ფეჩის ანთება გვიწევს და ვიღაცა მანქანა უნდა ვნახოთ, იმის საშუალებაც არ აქვს სოფელს, რომ წავიდეს და დაატვირთვინოს ანახმეტა ანთელავი. ეგ არის ჩვენი პრობლემა. გაზი რო არ გაქვთ ბალონებით და ბალონებით მოგვაქვს კი. და ფეჩს ავხმარობთ ნახევარზე მეტი. არაშენდელების პრობლემებს ამ კომენტარით გამოეხმაურა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაული. მოსახლეობას ვერ დავეთანხმები. იმიტომ რომ სოფლის პროგრამით ამჟამად უკვე მოწყობილია სადრენაჟე სისტემა, წყლის სადრენაჟე სისტემა და ძალიან მალე ეკნებათ წყალი. გარდა ამისა, თუ წყალი არ იქნება მობილიზებული და მთლიანად არ იქნება სრულყოფილად, ჩვენ აქ ვაპირებთ სადრენაჟის მოწყობას, ბურგის წყლის მოწყობას. რაც შეეხება გაზთან დაკავშირებით პრობლემას, ეს უკვე მიღებული არის მთლიანად და 1 ოქტომბრიდან მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ გააკეთოს განაცხადი და მიიღოს შეიყვანოს გაზი. რაც შეეხება გზებს, გარკვეულ ნაწილზე მიდის სამუშაოები, კეთდება გარეგანათება კეთდება და ყველაფერი და ასფალტი თუ არ იქნება წელს გაკეთებული, მიმდინარე წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. აქაურებს იმედი იმდენად აქვთ გაცრუებული, რომ პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობა დაკარგეს. არაშენდელების ნაწილმა ამდრომდი არ იცის, მათ ოლქში ვინ იყრის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს. არ მოსუნა მოახლოვდება მოვლენ შეგვაწუხებენ გავიცნობთ. იმედი არც ერთი პარტიის არ მაქვს. არც ერთი. ისეთი ადამიანი არ არის, რომ მართლა გაუძღვება იმ სახელმწიფოს. იგეთი ადამიანი, იგეთი კანდიდატი არ აყავთ ნახდათ. დაცინოთ მიმაჩნია უბრალოდ რომ ამოდიან და მაგას მეკითხები რა გიჩ. რაც გვიჭირს თქვით და შედეგი რო არ დადგება, აზრი აქვს თქმას. ეს იგი არის თვით ვინ არიან მაჟორიტა. ამ მნიშვნელობა აქვს ვინც გინდა იყოს. კრაუჩი ვიცექი რომ მოიდენ და მე ვიქნებიო, მე მომეციხმო. მივეცი ხმა და იმის მერე დაიკარგა. მოვლენ თქვენი აზრით არჩევნების წინ. არა სიზამენ. 1-20 დღე რო დააკდავა, მე ნახე რამდენილი. პრობლემებით დაღლილი სოფელი იცლება. აქაურებს ადარდებთ, რომ ახალგაზრდებისთვის გაუსაძლისია ასეთ პირობებსა და გარემოში ცხოვრება. მოსახლეობის გადინებაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც. 2002 წლის აღწერით სოფელში 180 კაცი ცხოვრობდა, 2012 წელს კი მათი რიცხვი 123-მდე შემცირდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში 4 პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვენახში საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. სამართალდამცავებმა 9 ტონა ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. მათ 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. პროექტზე 900,000 ლარზე მეტი დაიხარჯება. დეტალები მერი სამაკაშვილის სიუჟეტში. სოფელ ველისციხეში ცენტრამდე მისასვლელ გზაზე ასფალტს აგებენ. აქ მთლიანად გამოიცვალა საკანალიზაციო სისტემა და მოიწყო სანიაღვრე არხები. გზის დაგება სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება. პროექტზე 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. გვაქვს კულტურისა და დასვენების ძალიან ლამაზი პარკი. ახალგაზრდობას უნდოდა სიარული და არ ქონდათ შესაძლებლობა. იყო ბევრი ორმოები. მოუწესრიგებელი იყო, განათებარი იყო. ახლა ნენელა ყველაფერი რიგში დგება. სანიაღვრე იყო მოსაგვარებელი, მოგვარდა. მეტიც აუთვისებელი ფონდიდან რაღაც მონაკვეთი კიდევ გავუკეთეს. ღამე ვერ გაივლიდი გზაზე. ორმოები, წვიმის დროს გუბები გადათხრილი, მოკლედ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ეს გზა. ესეთი განხარებულები ვართ. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ამ ხელა რაღაცა კეთდება. ის ვიყავით შეწუხებულები და ეხლა მადლობა ღმერთს, ეგერ ასე მგონება აქაურობა. თქვენთან ახედავთ. ვერი იყო სანიაღვრე არხები არ იყო. ეხლა ყველაფერი გაკეთდა. ასფალტიანი გზა იყო, მაგრამ იამკები იყო, რა ორმოები იყო და ეხლა ძალიან ტრაპიანი და ის არ იყო. ეხლა კარგია რა თქმა უნდა. სული გზა იყო აქამდე. ეხლა კარგია რომ უკეთდება ეს ყველაფერი. აი წყუპი ბავშვები ყონენ და ძალიან წუხდნენ, ვერ დადიოდნენ. ველისციხეში მუსიკალურ სკოლასთან მისასვლელ გზაზეც ასფალტი დააგეს. აქაც გაკეთდა სანიაღვრე არხები. ამ გზის რეაბილიტაციაზე კი 400,000 ლარზე მეტი დაიხარჯა. ჯამში ორივე უბნის ღირებულება არის სადღაც 930,000 არის სახელშეკრულებულება. სამუშაოები ამჟამად მუსიკალურ სკოლასთან მისასვლელ გზაზე დასრულებულია სრულად, ხოლო ნომერ პირველ გზაზე ეხლაც მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწყობა და მაქსიმუმ ერთ კვირაში დამთავრდება. დაფინანსების წყარო რა თქმა უნდა ისევ რეგ ფონდებია პლუს 5% მუნიციპალური თანამონაწილეობა. მთლიანობაში ველისციხეში 1.5 კილომეტრი გზა მოასფალტდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა, გზამშენის 15 და ქვეკონტრაქტორმა გეგემ შეასრულეს. სასტუმრო ახაშენებაინ რიზორტმა მომხმარებლებისთვის მრავალფუნქციური სპა ცენტრი და შიდა საცურაო აუზი გახსნა. კურორტის მიზანია დამსვენებელს შემოდგომისა და ზამთრის სეზონზეც შეუქმნას კომფორტი, შესთავაზოს სხეულის გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო სპა პროცედურები. ისინი შემოდგომით, რთველთან და თათარაობასთან დაკავშირებით მომხმარებლის კიდევ უფრო მატებას ვარაუდობენ. სასტუმროში ამბობენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მკაცრად იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მოგესალმებით პირველ რიგში. ეს არის საკმაოდ სასიამოვნო სიახლე კახეთის რეგიონისთვის. ეს არის ჩვენი სპა ცენტრი, სადაც დაგხვდებათ ორი და აუზი, ასევე არის ჯაკუზი, გვაქვს სამი სახის საუნა, გვაქვს ასევე სხვადასხვა ტიპის სარელაქსაციო მასაჟები, ქართული თუ უცხოური ბრენდი, საკმაოდ ხარჯვაჩევანი გვაქვს. საკმაოდ კარგი ფიქრებაა ჩემი აზრით რეგიონის მომხმარებლისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიყოთ მომხმარებლებზე მორგებულები, გვაქვს საკმაოდ მისაღები ფასები, გვაქვს ასევე აკვაერობიკა, რომელიც ასევე ძალიან კარგი არის მათთვის, ვისაც უყვარს სპორტული ცხოვრება, უყვარს წყალი, უყვარს აქტიური ცხოვრება, ან უბრალოდ რაღაცა დასვენება უნდა, სასიამოვნო დროის გატარება უნდა ჩვენთან. ასე რომ ნებისმიერ სულს შეუძლია რომ მოვიდეს და ისიამოვნოს ჩვენ. ქვილსა და პურზე სტაბილური ფასი შენარჩუნდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრი პანდემიის პირობებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ამჯერად იგი ხორბლისა და პურის მწარმოებლებს ესაუბრა. ვიდეო მასალა სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვაწოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ აჟიოტაჟი აწეული პურის ფასთან დაკავშირებით, რასაც რა თქმა უნდა საფუძველი არანაირი არ გააჩნია. ჩვენ გვაქვს რუტინული მონიტორინგი ხორბლის მარაგების, შესაბამისად არ იქნება არანაირი შეფერხება არც პურის მიწოდებაში, არც ქვილის მიწოდებაში და რა თქმა უნდა ფასები სტაბილურად შენარჩუნდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის სოციალური პროდუქტი, როგორც ქვილი, შემდგომში ჩვენი კოლეგების მიერ დაანონსებული პური და აქედან გამომდინარე ჩვენ ერთ ჯაჭვში ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მარაგების თემის განხილვა, იმის განხილვა, რომ
თქვა რა ხდება მსოფლიო ბაზარზე და რა ხდება საქართველოს ბაზარზე. ჩვენთვის ეს სოციალური მიმართულება ყველა კომპანიისთვის, რომელიც წარმოდგენილია აქ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ ურთულესი პერიოდია, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასები და ფქვილის ფასები შესაბამისად იცვლება. ამან გამოიწვია გარკვეული დაძაბულობა საერთოდ. ჩვენ დღევანდელი შეხვედრა იყო კოორდინაცია როგორც ფქვილის მწარმოებლების, ასევე პურის მწარმოებლების და მივიღეთ ასე ვთქვათ სამინისტროდან ეს კოორდინაცია აუცილებელი იყო ეს კონტაქტები, რომ გარკვეული პერიოდი, რომელიც ვიცით რომ გარკვეული მარაგები არსებობს, ამიტომ საუბარი არის ძირითად ნედლეულზე პურის დამზადების, ეს არის ფქვილი, რომ მისი ფასები არ გაგვექცეს და იყოს სტაბილური. გურჯაანის მუნიციპალიტეტში რთველი ნელ-ნელა სრულდება. ჩვენ არაერთი სიუჟეტი მოვამზადეთ, როდესაც მევენახეებს პრეტენზიები ჰქონდათ რიგებთან დაკავშირებით, ასევე ისინი უკმაყოფილოები იყვნენ ყურძნის ფასით. როგორ აფასებს რთվել 2020 შტაბის ხელმძღვანელი ლევან მეხუძლა, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ იმ მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი ქარხნებს არ ჩააბარეს და დაწურეს, ახლა თავად მისგან შევიტყოთ. ბატონ ლევან, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. თქვენ კარგად იცით, მევენახეების ნაწილი უკმაყოფილო იყო რიგებით ყურძნის ფასით, ამას ემატებოდა ისიც, რომ ზოგმა ქარხანამ შეაჩერა საფერავის ჯიშის ყურძნის მიღება. ახლა რა მდგომარეობა არის ქარხნებთან და თქვენ როგორ შეაფასებთ რთველს? ესმის რომ ფასის მხრივ შან წინ 2018-ში რაღაც რეკორდული ფასები დაფიქსირდა და შესაბამისად მოსახლეობას აქვს თითქოს ეს შეგრძნება, რომ აი 2018-თან შედარებით დაკლებულია ფასები და ეს ესეც არის, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ გვიტყვია, ეხლაც ვამბობ, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ბაზარი ადგენს ფასს და შესაბამისად აქ სრულიად უძლურია ვინმე ნებისმიერი, რომ რაღაც სხვა ფასი ასეთაც შესთავაზოს მოსახლეობას. რიგებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიგახსენე, რომ ამ ხელამოსავლის პირობებში ეს სრულიად ნორმალური იყო და პრინციპში არც ერთი რიგი არ გრძელდებოდა, ვთქვათ, ერთ დღეზე მეც და 24 საათი იყო პიკის დროს, როდესაც დღე-ღამეში იკრიფებოდა 14-15,000 ტონა ყურძენი, პიკის დროსაც კი 24 საათი ახერხებდა მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებას. ქარხნების ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ეს ეხება წითელ ყურძენს, როდესაც შეივსება რეაქტორები, წითელი მადუღრები, საჭიროა რამდენიმე საათი ან ერთი დღე, რომ მოხდეს ამ რეაქტორების გაცვლა. ამასთან იყო ხოლმე დაკავშირებული, ვთქვათ, რომელიღაც ამა თუ იმ ქარხნის ერთ-ორ დღიანი გაჩერება. თუმცა შემდეგ ეს ქარხნები ისე უბრუნდებოდნენ რთველის პროცესს და აგრძელებდნენ ყურძნის მიღებას. საბოლოო ჯამში დღეს 226,000 ტონა გვაქვს გადამუშავებული, აქედან ქართული არის 155,000 ტონა, საფერავი უკვე 60,000 ტონას უახლოვდება. რამ გამოიწვია, რომ წელს 2018 წელთან შედარებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყურძენს დაბალი ფასი ჰქონდა? თავისთავად ცხადია, რომ პირველი და უპირველესი ამის მოვლენა, ამის მიზეზი და რატომღაც ხანდახან გვავიწყდება ხოლმე გაზაფხულზე რა მოხდა და რასთან ჰქონდა საქმე, როდესაც მთლიანად ჩაკეტილები ვიყავით ქვეყანა ლოკდაუნის რეჟიმში მუშაობდით, პანდემიის გამო ბუნებრივია, ანუ ძირითადი მიზეზი სწორედ პანდემიაა, როდესაც ღვინის რეალიზაცია არის დაკლებული, ტურიზმი მთლიანად გაჩერებულია, შესაბამისად ის ღვინო, რომელიც ტურისტები მოიხმარდნენ შიდა ბაზარზე, მთლიანად ასე ვთქვათ გაჩერებულია და სამწუხაროდ არ ხდება რეალიზაცია. თუ ღვინებზე მოთხოვნა დაიკლო, სავსებით ბუნებრივია, რომ მის მთავარ ასე ვთქვათ ნედლეულზე ყურძენზეც მოთხოვნა კლებულობს. ეს არის სრულიად ბუნებრივი და ეს არის სწორედ ძირითადი მიზეზი იმისა, რომ წელს ყურძენზე მოთხოვნა შესაბამისად იკლო და აქედან გამომდინარე გააზრდილი მოსავლის პირობებში ფასიც დაეცა.
როგორია თქვენი მოლოდინი, შემცირდება თუ არა ღვინოზეც ფასი? მევენახეების გარკვეულმა ნაწილმა, ვისაც ჭურჭელი ჰქონდა, ყურძენი არ ჩააბარა, დაწურა და იმედი აქვს, რომ ღვინოს გაყიდის. სამწუხაროდ უკვე ასახულია პანდემიის გავლენა ღვინის ფასზე და სამწუხაროდ არა მარტო ქართული, ზოგადად გლობალურ ბაზარზე ღვინის ფასი გაცემულია და ქართულ კომპანიებსაც, რომლებიც აი ამ საფუარგარეთის ბაზრებზე ყიდიან ღვინოს, იქნება და ახალ რეალობას მორგება და შესაბამისად გარკვეულწილად უხდებათ ფასების კორექტირება, ფასების დაწევა, რაც იმედი გვაქვს, რომ აი ამ პანდემიის შემსუბუქებასთან ერთად, თქვათ, მომავალ წელს შესაძლოა კვლავ დადგეს ნორმალური ასეთვარ განვითარების პირობებზე ბაზარი. რას ფიქრობთ, როგორ იქნება შემდეგი სამი, თუ იქნება ღვინოზე მოთხოვნა, ვისაც აქვს იგი დარჩენილი, შეძლებს მის გაყიდვას? კი ბატონო, ყველაზე რთული ამ პირობებში, რაც კიდევ ერთხელ კიდევ დამატებით სირთულეებს ქმნის, არის ის, რომ ძალიან რთულია ზოგადად პროგნოზების გაკეთება, მით უმეტეს მოკლევადიანი პროგნოზების გაკეთება, ანუ ძალიან დამოკიდებულია მთლიანად მსოფლიო, არა მარტო ღვინოს, სხვა პროდუქტების რეალიზაცია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები აი ამ კოვიდის პანდემიასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ რაოდენობის თვალსაზრისით გარკვეული ექსპორტი იქნება, შესაძლოა კლება არ იყოს, მაგრამ ფასის თვალსაზრისით და შემოსავლების თვალსაზრისით ალბათ კვლავ გაგრძელდება წნეხი და შესაძლოა კიდევ უფრო იკლოს უახლოეს მომავალში აი ამ მაჩვენებელმა. და ბოლოს კვლავ მოთხოვნა საფერავის ჯიშისგან დამზადებულ ღვინოზე იქნება. ესე იგი, ეხლა ამ ეტაპისთვის ექსპორტის ძირითად ნაწილს და უკვე ტრადიციულად პრინციპში ძირითად ნაწილს შეადგენს საფერავი, ხოლო ეს პრინციპში ფასებზეც მათ შორის ყურძნის ფასებზე დაისახება, როდესაც საფერავი პრინციპში ორჯერ ძვირი ღირს ვიდრე რკატვითელი, ანუ რკატვითელის ფასი სადღაც 84 პირს ფიქსირდება და საფერავის ლარნახევარიდან ლარი და 60-მდე, ასე რომ თავისთავად ცხადია ჩანს, რომ საფერავზე მოთხოვნა მეტია. დიდი მადლობა, გვესაუბრებოდა რთული 2020 შტაბის და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოში დღეს დილის მონაცემებით კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6640-ში ადგენს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან 299 ადამიანი გამოჯამრთელდა და მათი რაოდენობა 3419-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 826 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორონავირუსით სულ 40 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარა კლავისებ ლიდერია და დიდი რაოდენობით არის, აქ არის 256 შემთხვევა, მოიმატა იმერეთშიც 241 ბოდიში, 241-ია, მოიმატა იმერეთში არის 98 ახალი შემთხვევა, თბილისში გახლავთ 62 ახალი შემთხვევა, სამეგრელოზე მოსვანეთში გახლავთ 15, სამცხე-ჯავახეთში არის 9 შემთხვევა, გურიასა და კახეთში, გურიაში და შიდა ქართლში გახლავთ 7 ახალი შემთხვევა, კახეთში 2. იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ 6. სულ ეს არის დღევანდელი მონაცემები. რაც შეეხება ჩვენცეთში ამჟამად კურნალობს 22 კოვიდ ინფიცირებული, მათგან ერთი გახლავთ მძიმე, იყო კრიტიკულად მძიმე და არის დაუმჯობესება, მონაცემები ეცემა. აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლების გარდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდა, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდნენ. მინდა მთელი გულით მივულოცო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დღეს დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში და სკოლის გარემოში გააგრძელეს სწავლის პროცესი. სასწავლო პროცესისთვის სასკოლო გარემო არის ბუნებრივი გარემო და ჩვენი მიზანია, რომ ყველა მოსწავლე დაბრუნდეს
სკოლაში, საკლასო ოთახებში. ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება. აქედან გამომდინარე მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ ყველამ უნდა ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე აუცილებელია იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. საელჩოში საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიზნით მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც საკონსულო თანამდებობის პირი შეავსებინებს ანკეტას, გადაუღებს ფოტოსურათს, დააყენებს საკონსულო აღრიცხვაზე. საფოსტო გზავნილის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიზნით მოქალაქემ უნდა გააგზავნოს შესაბამისი განცხადება და ფოტოსურათი. მოქალაქეს საფოსტო გზავნილის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებაზე პასუხის შესახებ იცნობება 5 სამუშაო დღეში. ელექტრონულად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ინსტრუქცია. შედით ვებგვერდ geoconsul.gov.gz-ზე. ვებგვერდზე დააჭირეთ ღილაკს საკონსულო აღრიცხვა. გაეცანით ინსტრუქციას და დააჭირეთ ღილაკს დადასტურება. ჩამონათვალში აირჩიეთ თქვენი ადგილსამყოფელი ქვეყანა ან საკონსულო დაწესებულება და დააჭირეთ ღილაკს შემდეგ. შეავსეთ შესაბამისი ველები თქვენი პირადი მონაცემებით. ფოტოსურათის ატვირთვისთვის მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს ატვირთვა. გაეცანით ინსტრუქციას და ატვირთეთ თქვენი ფოტოსურათი. ყველა საჭირო ველის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს შემდეგ. გადაამოწმეთ თქვენს განაცხადში მითითებული ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს ელ-განცხადების რეგისტრაცია. თქვენი განაცხადი გადაგზავნილია. გთხოვთ დაელოდოთ შეტყობინებას ელექტრონული პოსტის მისამართზე. საკონსულო აღრიცხვა ხელს უწყობს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საკონსულოებს. იქონიონ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი და გაუწიონ მათ შესაბამისი მომსახურება და აღმოუჩინონ დახმარება. გამოშვებაში უცხოეთის ახალი ამბები. დღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. კონფლიქტის ზონაში ღამით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის თავდაცვის უწყებამაც. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებით დილამდე გრძელდებოდა. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის შემდეგ დაიძაბა. დაღუპული არის ათობი და დაშავებული არის ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. რუსეთი მხარეებს მოსკოვში შეხვედრას და მოლაპარაკებას თავაზობს. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე დაადასტურა, რომ გერმანიაში მკურნალობის დასრულების შემდეგ რუსეთში დაბრუნდება. 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი ნოვიჩოკის ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა. გერმანია ქვეყანაში ჩასვლის მსურველთათვის ახალ რეგულაციებს აწესებს. ბერლინმა 11 ევროპული ქვეყნის ან მისი ცალკეული რეგიონისთვის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვებიც დააწესა. მათ შორის მაღალი რისკის მქონე ჯგუფში მოხვდა გაერთიანებული სამეფო, ბელგია, ისლანდია, საფრანგეთის 2 რეგიონი, ლიეტუვა, ესტონეთი, ირლანდია, ხორვატია, სლოვენია, უნგრეთი და რუმინეთი. მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება ის ქვეყანა ან რეგიონი, სადაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში 100,000 მოსახლეზე 50 COVID ინფიცირებული დაფიქსირდა. ამასთან გერმანიამ ევროკავშირის მიღმა 160 ქვეყნისთვის სამოგზაურო შეზღუდვები გააუქმა. თითოეული ქვეყნის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. გერმანიაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 291,722 COVID ინფიცირებული არის აღრიცხული. ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე ამაზონის სერიალ ბეჭდების ბრძანებლის გადაღების ნებართვა გასცა. ახლა გადამღები ჯგუფი სერიალის მეორე ეპიზოდზე მუშაობს. სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლებული არის, თუმცა ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ორიგინალ ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება. სერიალის გამოსვლა 2022 წლისთვის დაანონსდა.
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის შეხვედრა 1 ნოემბერს თბილისში მაყურებლის გარეშე გაიმართება. ქართველი მორაგბეები რუსეთის გუნდს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიღებენ. აღსანიშნავი არის, რომ ამ თამაშის შედეგს სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული უკვე მოიპოვა. ახალი ამბები ნინო სამნიაშვილმა გაგაცნდა გემშვიდობებით ორშაბათამდე ნახვამდე. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების ახალი ამბების ნახვა განმეორებით ხვალ დილის 10 საათზე შეგეძლებათ, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი მასალები საიტზე gurjani.tv.com. აქ რაღაც შეცდომაა. ეს თქვენი ფოტო არ არის. რა თქმა უნდა, ჩემი ფოტოა.